ახალი რეგულაციის მიხედვით გაიზარდა სურსათის ეტიკეტზე დასატანის სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიახლე მომხმარებლისათვის, თემაზე ვისაუბრებთ სურსათის ეროვნული სააგენტო საქალაქო სამსახურის უფროსთან ვასილ ბასილაძესთან ერთად. დილამშვიდობისა ბატონო ვასილ და მადლობა რომ ხართ ეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. თემით, რომელიც ყველა მომხმარებელს აინტერესებს, რა თქმა უნდა, რას თვალისწინებს ეს სიახლე, რომელიც გამოჩნდება მალე რამდენიმე თვეში, პრინციპში, რა პროდუქტ შეეხება ეს ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსაც თუ ყველას ერთად. დილამშვიდობის, დიდი მადლობა მოწვევისთვის. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაცია მიღებულია DCFTA-ის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს მომხმარებლის ინფორმირებულობას და ჩვენი ინტერესების დაცვას, როგორც მომხმარებლების. ეს რეგულაცია შეეხება ყველა სახის სურსათს, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებულს. რა თქმა უნდა, ამ რეგულაციით სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი იზრდება, რომელიც ბიზნეს ოპერატორმა უნდა დაიტანოს ეტიკეტზე, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს არის ჩვენი ინფორმირებულობისთვის და ჩვენი ინტერესების დასაცავად. აი წარმოვიდგინოთ მაგალითად, როდესაც შევივალთ სარეალიზაციო ქსელში და ავიღებთ ამა თუ იმ კონკრეტულ სურსათს და გადავწყვიტავთ მის შეძენას, ჩვენ შეგვეძლება სრულფასოვანი ინფორმაცია მივიღოთ ამ კონკრეტულ სურსათთან დაკავშირებით. ამ ჩამონათვალში ჩვენ შეგვეძლება გავიგოთ ინფორმაცია, როგორც მაგალითად საკვებ დანამატებთან მიმართებაში აი ალერგენები საკმაოდ ესეთი მტკივნეული და პოპულარული თემაა. არ იყო აქამდე თუ გარკვეულ პროდუქტზე იყო დატანილი, გარკვეულზე არ იყო. როგორც ასეთი რეგულაცია არ იყო სავალდებულო, თუმცა ზოგ შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორს თავისი ინიციატივით დაჰქონდა სურსათის ეტიკეტზე, ზოგ შემთხვევაში არ იყო. ბატონო ვასილ, კიდევ ყველაზე მტკივნეული თემა იყო, რომ შეძლო ამ ყველაფრის წაკითხვა. შეიძლება დატანილი ყოფილიყო, მაგრამ გაურკვევლად ძალიან პატარა შრიფტით ხო? აქ რა მოხდება? ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სააგენტოს ამასთან დაკავშირებით და მოგვისმენია ამასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, გულის ტკივილი. ამ ახალი რეგულაციით უკვე განსაზღვრული არის შრიფტის ზომა, რომელიც ბიზნეს ოპერატორმა უნდა დაიტანოს ეტიკეტზე და რის შემდეგაც უკვე თითოეულ ჩვენთაგანს გაუადვილდება იმ ეტიკეტის წაკითხვა, რომელიც განთავსებული იქნება სურსათზე. დიახ, ანუ პირველი მარტიდან ამის პრობლემა აღარ იქნება, შრიფტი იქნება გაზრდილი. გარდა ალერგენებისა კიდევ, ანუ რა ჩამონათვალში? ჩამონათვალი, როგორც აღნიშნე, საკმაოდ ვრცელი არის. თვითონ ეს დოკუმენტი საკმაოდ სქელტანიანი დოკუმენტია, გაგვიჭირდება ალბათ სრულფასოვანი ინფორმაციის მაგრამ მაინც ძირითადად. კი, თუმცა აი მაგალითად ვადებთან მიმართებაში ვადებთან მიმართებაში იქნება მაგალითად გაყინული სურსათის შემთხვევაში ეტიკეტზე იქნება დატანილი გაყინვის თარიღი. მალფუჭადის სურსათის შემთხვევაში უკვე მითითებული უნდა იყოს საათიც ვარგისიანობის ვადება. ეს რამდენად გაკონტროლდება, რომ თუ ეს ყველაფერი, ადგილობრივ პროდუქციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ იმ დროს არის დატანილი, ანუ არ არის რაღაცა ტყუილი. რომ თქვა მეორე დღეს არ მოხდა ყოფს თავიდან გადაფუთვა და უბრალოდ ვადის შეცვლა. გადაფუთვას რაც შეეხება ეს საკმაო ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა და ბიზნესს ეს არ უნდა უღირდეს, თუმცა მიუხედავად ამისა, სააგენტო საკმაოდ აქტიური არის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. თბილისის საქალაქო სამსახურში ასე ვთქვათ, პროფესიონალი ინსპექტორები მუშაობენ და ჩვენ ამ მიმართულების კონტროლი არ გაგვიჭირდება. მომხმარებლებს თუ შეუძლიათ თვითონ იყვნენ ჩართულები, თქვა, ცხელი ხაზი შეგვიძლია ალბათ უთხრათ, რომ რაღაც დარღვევის შემთხვევაში შეუძლიათ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეული ჩვენთაგანი უფრო მეტად ინფორმირებული და უფრო მეტად დაცული იყოს. ცხელი ხაზი მუდმივად მუშაობს. ნომერი არის 1501. გარკვეული შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში შეუძლია მომხმარებელს დაგვიკავშირდეს და დღესაც საკმაოდ აქტიური არის ჩვენი ცხელი ხაზი. ნამდვილად კარგი არის თითოეულის ჩართულობა. სუფთა წონა აუცილებლად უნდა იყოს ესეც მითითებული პროდუქცია უკვე მარტიდან 2019 წლის მარტიდან. კიდევ ვთქვათ, რამდენიმე გამოვყოთ, ხო? ასევე არ შეიძლება იყოს რაღაცის ვთქვათ, რომ კურნავს ან რაღაც ესეთი მითითებები, ხო? ამ შემთხვევაში მინერალურ წყალზე ჩდება კითხვა, ვთქვათ, მათთან რა სახის არის ეს რეგულაცია? მინერალურ წყალთან დაკავშირებით არსებობს შესაბამისი სერტიფიცირება, რომელიც სერტიფიცირებითაც მინერალურ წყალს მინიჭებული აქვს და იქ გარკვევით არის ასახული ესა თუ ის მინერალი, ამ შემთხვევაში ეს არ მოქმედებს, თუმცა ხანდახან ხდება სხვადასხვა სურსათზე დატანილი ინფორმაცია, რომ მაგალითისთვის კურნავს ამა თუ იმ დაავადებას ან საუკეთესო არის ამ დაავადების განსაკურნად, ეს ყველაფერი უკვე იქნება შეზღუდული. სურსათზე დატანილი უნდა იყოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც უშუალოდ ამ სურსათს ახასიათებს. კი ბატონო, ახალი სტანდარტები რა სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი ეს ახალი რეგულაცია ბატონო? სტანდარტების მიხედვით
პირველი რეგულაცია მიღებული იქნა საქართველოში 2009 წელს, ეს იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება. შემდეგ ამ ბრძანების საფუძველზე 2013 წელს უკვე შეიქმნა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის დადგენილება, ეს არის 451 დადგენილება და შემდგომ ეს დინამიკაში რომ მოვყვეთ 2016 წელს DCFTA-ის ფარგლებში 1 ივლისს შეიქმნა ეს დადგენილება 301 მთავრობის დადგენილება, რომელიც ამოქმედება 2019 წლის 1 მარტს. და ეს არის საბოლოო სახე, თუ კიდე შეიძლება რამე დაემატოს, თქვათ, რამდენად იქნება აბსოლუტურად ამომწურავი ეს ინფორმაცია? ჯერჯერობით ეს ამომწურავი დოკუმენტი არის, თუმცა ყველაფერი ვითარდება და არ არის გამორიცხული, რომ რაიმე სახის ცვლილება ან უფრო მეტად განვითარება კიდევ საჭირო გახდეს და ცვლილება შევიტანოთ ამ დოკუმენტში. მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენ გაცემის სტუმარი, ჩვენ უკვე ველოდებით მარტიდან ამ ცვლილებებს მომხმარებლებთან ერთად.